ეხლა მოგიყვებით დღეს რაზე უნდა ვიყაროთ რა დიზაინ სისტემა და UX წერა და არ გამოვრიცხავ იმას რომ იქ იყოს ადამიანები ვინც არც ერთი არ იცით რა არის და ძალიან ლოგიკურია რომ ასე იყოს იმიტომ რომ არც ერთი არ არის რაღაცა ფართოდ გავრცელებული და სულ 10-20 წელია რა ამას ვლაპარაკობთ და ასე რომ ძალიან ბუნებრივია რომ ბევრმა ადამიანმა ამის შესახებ არ იცოდეს ამიტომ გავივლით და ვისაუბროთ რა არის მე რა ვიტყვით როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და მესამე რომ ჩვენ UX წერლებს ადამიანებს რომელსაც წერა გვიყვარს და შეგვიძლია მადლობა იმ ადამიანებს რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ამ მიმართულებით რა პირველ რიგში დავიწყოთ UX წერაზე საუბრით. გააქვთ წარმოდგენა ვთქვათ, რითი შეიძლება განსხვავდებოდეს UX წერა copywriting-ისგან. იმიტომ რომ ეს არის ორი სხვადასხვა პროფესია, ორი სხვადასხვა მიდგომა, ორი სხვადასხვა mindset-ი და მიუხედავად იმისა, რომ მე დავიწყე copywriting-ით საწყლების წინ ვიყავი copywriter-ი, ეხლა მე copywriter-ად არ ვასოცირდები, ანუ არ პოზიციონირებ როგორც copywriter-ი, იმიტომ რომ სხვა რაღაცას ვაკეთებ. იცით რა სხვაობა არის მაგალითად UX წერასა და copywriting-ს შორის. მე შემიძლია გიპასუხოთ მაგაზე ძალიან მარტივად. მოკლედ UX წერა არის წერა ციფრული პლატფორმებისთვის. აი მაგალითად აპლიკაციებისთვის და ვებსაიტებისთვის და ყველა ტექნიკური ტექსტი რომელიც ამ აპლიკაციაში და ვებსაიტზე გვხვდება ნებისმიერი ტექსტი არის მიკროკოპი, ანუ მცირე ტექსტები, რომელიც აპლიკაციის ნავიგაციას ერგება რა. აი მაგალითად სათაური, ღილაკი, საბთაითლი, შეტყობინებები, მესიჯები, სანავიგაციო თქვათ ჰედერი, ფუტერი, სანავიგაციო მენიუს სახელები და ასე შემდეგ რა. ეს ყველაფერი გარდა აღწერებისა, თხრობისა, ჩვენ შესახებ ტექსტისა და ასე შემდეგ. რა მოკლედ უამრავი ტექსტი გვხვდება საიტზე და ამ ტექსტებს არ წერს ის ადამიანი, ვისაც წერა შეუძლია რა. თუ კი ეს არის მაგალითად ონლაინ მაღაზია, ან ეს არის საიტი, რომელსაც გააჩნია რაღაცა პრაგმატული ღირებულება და არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც ინფორმაცია გაგვიზიაროს. თუ აქვს რაღაც კონკრეტული დანიშნულება, რომ მაგალითად პროდუქტი გაყიდოს, ან პროდუქტი გადმოწეროს და ასე შემდეგ, უკვე რთულია მისი მოხმარება, იმიტომ შეიძლება საჭირო იყოს რეგისტრაცია, შეიძლება საჭირო იყოს პროდუქტის ყიდვა, მთელი ყიდვის პროცესის გავლა და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი პროცესი შეიძლება იყოს საიტზე და თუ ეს პროცესები გამართული არ არის, მომხმარებელი იბნევა და უბრალოდ პროცესს აღარ ასრულებს რა. ამისათვის არსებობენ ადამიანები პრინციპში, UX დიზაინერები, რომელსაც ახლა ჩვენ product დიზაინერებს ვეძახით და product დიზაინერები და UX წერლები, ეს ორი მხარე მუშაობს იმაზე, რომ მთელი ეს ნავიგაცია იყოს მაქსიმალურად მარტივი, გასაგები, მოკლე და მომხმარებელს არ დარჩეს კითხვები და პირდაპირ საიტზე, რისი გაკეთებაც უნდა, ის მარტივად გააკეთოს რა. ანუ ჩვენ ვწერთ იმ ტექსტებს, რომელიც გვხვდება ციფრულ პლატფორმებზე, ანუ აპლიკაციაში და საიტზე და ეს ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ეს ტექსტები იყოს ყოველთვის გასაგები და ყოველთვის ეფექტური და მუშა რაც თავარია. რომ გასაგები იყოს მომხმარებელმა რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მაგალითად რო გითხრათ ახლა რამდენიმე წლის წინ როცა TVC-ში მუშაობდი, უკვე პრინციპში გავაკეთეთ კვლევა. რომ რა გავლენა აქვს მაგალითად UX წერას და იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენ აღვზრავთ, რა გავლენა აქვს საბოლოოდ მომხმარებელზე და უმარტივებთ ხო არა მომხმარებელს რეალურად ცხოვრებას რა. და რა გამოვიდა, რომ საბოლოო ჯამში თუ კი ჩვენ ვებსაიტზე ყველაფერი გამართულად დავწერეთ, ერთმნიშვნელოვნად გასაგებად, პროცესები გავამარტივეთ, გადავხედეთ, სადმე რამე ხო არ გავჭედეთ, სადმე რამე ხო არ ვურთულებთ, სადმე რამე ორაზროვანი ხო არ არის და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს რო გადავხედეთ და გავაუმჯობესეთ, აღმოჩნდა, რომ 400%-ით ნაკლები ადამიანი დგავს call center-ში, ნაკლები ადამიანი მიდის ფილიალებში, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ რაღაცის გაუმჯობესება შეგეძლო და გააუმჯობესე და შესაბამისად ეს ტრაფიკი მცირდება ფილიალებზე, call center-ში და ნებისმიერ ფიზიკურ სამყაროზე და პირდაპირ მოდის ციფრულად ნებისმიერი პროცესი და ყველაფერი შეიძლება იყოს ძალიან გამართული და მარტივად სამართავი. ამიტომ საბოლოო ჯამში ბიზნესები მიხვდნენ იმას, რომ UX-ი ან მომხმარებლის გამოცდილება, user experience, UX წერას რო ახსენებ, აქ UX-ი აბრევიატურა ამას ნიშნავს. ანუ მომხმარებლის გამოცდილება არის საბოლოო ჯამში პირდაპირ და პირველი მიზეზი იმისა, გაიყიდება თუ არა შენი პროდუქტი. მორჩა.
ანუ თუ შენი საიტი არ ვარგა, შენი პროდუქტი არ გაიყიდება. შენი საიტი შეიძლება იყოს ულამაზესი, თვალწარმტაცი, თვალის მომჭრელი, მაგრამ არასრულებს იმ ერთადერთ მისიას, ვისთვისაც არსებობს. შეიძლება ძალიან ბევრი ტრაფიკი ქონდეს, უამრავი ადამიანი შემოდიოდა შენთან, მაგრამ პროცესი არ სრულდებოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ პროცესი გაუგებარია და მომხმარებელს არ ესმის, რომ მე რო შემოდივარ მაგალითად და მინდა რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი რაღაც გავაკეთო, მაგალითად ავიღო სესხი, ვიყიდო ტელევიზორი, გამოვიძახო ხო პიცა, ხო? შენ მე ვერ გამაგებინე რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი შედეგი მივიღო. შესაბამისად, მე ვერ გავიგე კიდე სხვა მას ვერ გაიგო და ძალიან ბევრი გაყიდვა დაკარგე. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცის გაუმჯობესება საიტზე შეგეძლო და არ გაუმჯობესე. აი, ესე მუშაობს UX-ი და ამაზე ვილაპარაკებთ დღეს. ის ტექსტები ხარ, რომელიც აქ მაქვს გამოტანილი, არის მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს UX ტექსტი. მე როგორც ვიცი, ვიდეო ჩაიწერება და აიტვირთება Smart Academy-ის YouTube არხზეც, ხო, მაკო? იმიტომ რომ Smart Academy-ს აქვს თავისი არხი, სადაც ჩვენი ყველა ლექცია და სხვა ყველა ღია ლექცია დევს და ხოლმე ასე რომ მეილზეც ალბათ გამაგეგმარებთ. აქ არის მარტივი მაგალითი იმისა, რომ ინტერფეისში ტექსტი როგორ გამოიყურება. აი, აქ არის მაგალითად ლენდინგის აღწერის ტექსტი, აქ არის error შეტყობინება, ანუ შეცდომა რომ დაფიქსირდა იმის შეტყობინება, აქ არის ღილაკების მაგალითები, აქ არის ზოგადად როგორ გამოიყურება ინტერფეისი სხვადასხვა гаджеტებზე, სხვა მოწყობილობებზე, იქნება ეს პადი, ლეპტოპი, თუ პადი, პერსონალური კომპიუტერის ეკრანი თუ smartphone და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩვენ იცით რა ტექსტებს ვაკეთებთ. Copywriter-ებისგან განსხვავებით, მაინც უნდა ითქვას რახან ბევრი ხართ ისეთი, ვინაც არ იცით UX წერა, შეხება ჯერ არ ქონიათ და ბარემ გადავიაროთ ისიც რა სხვაობაა ამ პროფესიას შორის. Copywriter-ი წერს შემოქმედებით ტექსტებს, copywriter-ი იგონებს იდეებს და ეს იდეა შეიძლება იყოს ბევრნაირი სახით, ანუ ამ იდეამ საბოლოო შედეგამდე შეიძლება ძალიან ბევრნაირი პროცესი გაიაროს და ძალიან ბევრნაირი ფორმა მიიღოს საბოლოოდ, ანუ შეიძლება იყოს ვიდეო, შეიძლება იყოს სოციმედია ტექსტი, შეიძლება იყოს პოსტერი, ბევრი სხვადასხვა რაღაცა შეიძლება გამოვიდეს იმისგან, რაც copywriter-მა დაწერა. და copywriter-ის მაინც თავარი საქმე არის იდეების მოფიქრება და მაგრამ ამ იდეების ტექსტებით გადმოცემა, ხო? ჩვენ შემთხვევაში ეს არ არის იმდენად კრეატიული, რამდენადაც როგორ არის კრეატიული ბუნებრივია, რომ მაინც ყველა ჯერზე ტექსტების მოფიქრება გვიწევს, თუმცა ეს არის უფრო დიზაინი, ვიდრე მხოლოდ წერა. ანუ თუ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ დიზაინში და რას ნიშნავს ეს, როცა რაღაცაზე ვფიქრობ, მე მაგალითად ეგეთი ადამიანი ვარ, მაგას ქვია design thinker და შემდეგზე მოგიყვებით რას ნიშნავს ეს ახალი ტერმინი. მე ვარ ეგ ადამიანი, რომ რაღაცაზე რო ვფიქრობ, ეს აუცილებლად უნდა წარმოვიდგინო, როგორ გამოიყურება, როგორი ფორმა აქვს, როგორი სახე აქვს, როგორია საბოლოო შედეგი მეტნაკლებად და მაგის მერე უკვე შემიძლია რომ დავიწყო ამ ყველაფერზე მუშაობა. და ეს არის design thinking მეთოდი, როცა აი ბევრი ადამიანი, ზუსტად ლიზ, მადლობა, ვიზუალიზაცია, როცა ყოველთვის ვიზუალიზაცია შეგიძლია და მეთოდი არის ეს რა, design thinking მეთოდი არის მიდგომა, რომელსაც კომპანიები აკეთებენ. არსებობენ კომპანიები, რომლებიც design thinking მეთოდით მუშაობენ, არსებობენ კომპანიები, რომლებიც არ მუშაობენ ამ მეთოდით და შესაბამისად ციფრულ სამყაროში ისეთი წარმატებულები არ არიან და ეხლა ყველაფერს მოგიყვებით რა არის design thinking. თუ კი მე გეუბნებით რომ ჩემი პროფესია, მეგობრებო, რომ მე ვწერ და მთელი ჩემი საქმე არის ტექსტების წერა. მე მაინც დიზაინს წარმოვადგენ და TBC-შიც ახლა მე არ მithქვამს თქვენთვის და ვინც აცით, მე ვარ TBC-ის UX-ების მიმართულების ხელმძღვანელი და მე ვმუშაობ დიზაინ სისტემაში. ნახეთ, ცოტა უცნაურია, ხო? თუ ვწერ და თუ მწერალი ვარ და თუ აქამდე რაღაც copywriting-ი ვახსენეთ რამდენჯერმე, მაშინ რა კავშირი მაქვს დიზაინთან? ანუ გეუბნებით, რომ პირდაპირ დიზაინის გუნდს წარმოვადგენ და ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, არსებობს დიზაინში. აი რას გულისხმობ? თუ კი მე ვწერ ტექსტებს აპლიკაციებისთვის და ვებსაიტებისთვის, შესაბამისად, ჩემი დაწერილი ტექსტები საბოლოოდ, მათი საბოლოო მიმართულება არის, რომ ეს ტექსტები მოხდეს დიზაინში. ხო? აი, copywriter-ი რო ახსენეთ, შეიძლება ბევრი სხვა ფორმა მიიღოს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს ტექსტები აუცილებლად მოხდება ინტერფეისში, აუცილებლად მოხდება სადღაც რომელიმე ღილაკზე, ან რომელიმე სათაურის ქვეშ, ან რომელიმე აღწერის ტექსტში და ასე შემდეგ. ნინო მხელი აწია და Okay.
გავაგრძელებ. მივხვდით ხო რა სადამდე მივედით, რომ აუცილებლად ხდება დიზაინის ნაწილი. შესაბამისად, მე უნდა მქონდეს design thinking მეთოდი გააზრებული იმისთვის, რომ ის პროცესი დავნერგო ფიქრისა, რომელიც მიმიყვანს საბოლოო საუკეთესო შედეგამდე და მივიღო ის, რაც მინდა რომ მივიღო რა, დავწერო ტექსტი, რომელიც სინამდვილეში მართლაც ეფექტური იქნება და მართლაც იმუშავებს მომხმარებლების კეთილდღეობაზე. ჩემი მიზანი როგორც UX სპეციალისტია არ არის რომ პროდუქტი გავყიდო. ჩემი მიზანი არის რომ მე დავეხმარო მომხმარებელს პროდუქტის ყიდვაში. თუ ხედავთ სხვაობას ამ რაღაცას შორის, რომ არიან მარკეტერები, რომელიც მუშაობენ პროდუქტის გაყიდვაზე, ჩვენ წარმოვადგენთ დიზაინს და ჩვენი მიზანი არის რომ აუცილებლად ყოველთვის პირველი ჩვენს გონებაში ამოსავალი წერტილი არის ადამიანი, მომხმარებელი, რომელსაც ვეხმარებით ამ პროცესის გამარტივებაში. ირმა ირმა მომსახლის მააწია ხელი და ირმა გუშინაც ესწრებოდა და ჩაერთა მიკროფონით ჩართა, ახლაც ჩართა სიმედი მაქვს კი. ვიცი საინტერესო იყო გუშინაც და მესამე ლექციას ვესწრები და არჩევას საფუძველი. მე შეკითხვა გამიჩნდა ესეთი. ანუ რა პროფესია შეიძლება იყოს სარჩულად, ანუ PR, ანუ საიდან მოხვედით ასე რომ ვთქვა, აქ სანამ ეს პროფესია არ გაქვთ და ესთან ერთად ვიკითხავაცებე თქვენ თვითონ პროგრამირებასთან არა გაქვთ კავშირი, აი თქვენ ადგენთ ტექსტებს და მერე პროგრამისტი მუშაობს, დიზაინერი ცალკე მუშაობს, თქვა ვებ დიზაინის შექმნა როცა, ხო? გამზადება ამ ლოგიკის მიხედვით, რომ იმუშაოს ყველაზე სასურველ შედეგამდე მიიყვანოს მომხმარებელი. სწორად გავიგე? კი, ირმა, სწორია, აბსოლუტურად. მოდი ჯერ მეორეს უპასუხოთ და მე მომყვები ჩემ ამბავს. ირმა, სუსტად ეგ არის, დიზაინერი აკეთებს დიზაინს, მე მაკეთებ ტექსტებს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ შეთანხმებულად და ეს შედეგი, რომელსაც ჩვენ გავამზადებთ, მე გავტესტავთ, გავაშალაშინებთ და მივცემთ იმ ფორმას, რომელიც უკვე შეიძლება რომ საიტზე გაიშვას, მე ჩაერთვა დეველოპერი, რომელიც ამ ყველაფერს გადაიტანს უკვე საიტზე და მიხედავს ამ ტექსტებს წერ. მე ტექსტები არ მხოლოდ ჩემი კომპეტენცია, მაშინ როცა UX წერალი არსებობს გუნდში, ტექსტები ეხება მხოლოდ UX წერალს. ისე როგორც დიზაინერი ეხება მხოლოდ დიზაინერს. და ჩვენ ყველა ვაკეთებთ ჩვენ საქმეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სრული კოლაბორაცია და სრული ჰარმონია იმისთვის, რომ პროდუქტი დავამუშავოთ. რა, ანუ მეც თუ დიზაინის კომპეტენციას წარმოვადგენ, შესაბამისად უნდა მესმოდეს რა კომპონენტები არსებობს, რა შეიძლება გამოვიყენო იმისთვის, რომ ეს ამხელა სათქმელი რომ აქვს, რა ფორმა შეიძლება მიეცეს ამ სათქმელს მაგალითად. ამიტომ დიზაინერთან ერთად შეიძლება დავფიქრდე, აი ნახე, აქ ფოტოზე მაქვს ჩასმული wireframe, რომელიც ხელით გვაქვს დახატული. ხო, ესე ვხატავთ ხოლმე ხელით რაღაცებს, სანამ გავაკეთებთ საიტს, სანამ ავაწყობთ, რომ აი როგორ შეიძლება როგორი სახე შეიძლება მიიღოს ამ ყველაფერმა საიტზე, რო ჩავსვამთ რა. ამაში კომპეტენცია მეც მაქვს, მე შემიძლია რომ დიზაინერთან ერთად ვიფიქრო, რას როგორი ფორმა შეიძლება მიეცეს, მაგრამ ტექსტების დაწერა ჩემი საქმეა, დიზაინერი დახატავს, აწყობს ამ ყველაფერს და დეველოპერი გადაიტანს. ესეთი სამუშაო პროცესია. კიდე რომ მე არ დაგაბნიოთ და თუ კიდევ ახსენე სადმე UX მკვლევარი, არის კიდე ესეთი კადრი, UX მკვლევარი, რომელიც იკვლევს ამ ყველაფერს რეალურ მომხმარებელთან როგორი გამოყენება აქვს. ანუ მაგალითად ჩვენ კი ეს ყველაფერი გავამზადეთ, ამდენი ვიფიქრეთ, გავტესტეთ, просто არ გაგვიტესტავს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ გონია რომ დიდი პროფესიონალები ვართ და რაღაც დამაგრა გავაკეთეთ და მივიტანეთ მომხმარებელთან და ხვდებით რომ რაღაცა პატარა ხარვეზია და მე კვლევრები ერთვებიან და ხედავენ რომ უი ნახე სადღაც აი ამ პროცესში ამ დეტალზე გაიჭედა მომხმარებელი, იმიტომ რომ ჩვენ ან ხარვეზი გქონდა, ან რაღაცა გაუგებარი იყო, ან ტექსტი იყო გაუგებარი, დიზაინი იყო ცოტა რთული და ასე შემდეგ. კიდე არის დამატებით გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს ტესტავს. ანუ საბოლოო ჯამში 4 მხარეა რა, ერთი არის ტექნიკური მხარე, დეველოპერები, რომლებსაც გადაიტანონ, რომლებიც მართავენ ამ ყველაფერს საიტზე, მიაბამენ, შინაარს მისცემენ ამ თითოეულ სიტყვას და ნახატს, დიზაინერები, ჩვენ, UX წერლები და მკვლევრები, რომლებიც შეიძლება ყველა პროცესში არ ჩაერთვან, მაგრამ მნიშვნელოვან პროცესებში ყოველთვის ერთვებიან. და პირველი კითხვა რაც იმას ჰქონდა, საიდან შეიძლება იყოს სარჩული ამ პროფესიის და ძალიან კარგი კითხვა არის, მე პირადად მოვედი კოპირაიტინგიდან, მე მოვედი კრეატიული წერიდან. ამ თემაზე ვლაპარაკობ საკმაოდ ღიად, იმიტომ რომ უკვე ფაქტობრივად 7 წელია, რაც მე კრეატიული კოპირაიტინგიდან წამოვედი UX წერაში
და კი პარალელურად შეიძლება რაღაც პროექტებზე მუშაობდე, იმიტომ რომ ჩემი ჭია გავიხარე, თუმცა მე მაინც UX მწერალი ვარ და TBC-შიც აბსოლუტურად მხოლოდ UX მწერის კომპეტენციას წარმოვადგენ და მე მოვედი კრეატიული კოპირაიტინგიდან, მაგრამ სანამ კრეატიულ კოპირაიტინგს დავიწყებდი, სტუდენტი რო ვიყავი და ვსწავლობდი რეჟისურაზე და ხელოვნებაცნეობაზე. აბსოლუტურად შორს მყოფ პროფესიებზე და ვიყავი მეორე კურსის სტუდენტი, დავიწყე მუშაობა მუზეუმში, სადაც აღმოჩნდა, რომ ყველა ტექსტი, რომელიც დასაწერი იყო, მოდიოდა ჩემამდე. ანუ, ნახეთ, არანაირი სურვილი არ იყო თავიდან ჩემგან, რომ მაინც ტექსტების მიმართულებით ვიმუშავა, ბუნებრივია, როგორც ბევრი თქვენგანი, მეც რაღაც ეტაპზე სკოლაში თუ ნებისმიერ სხვა ეტაპზე ცხოვრების ექნებოდეს გამოცდები თუ ასე შემდეგ ვიცოდი, რომ კარგად წერდი, თუმცა არ მიფიქრია, რომ ეს შეიძლება იყოს შემოსავლის წყარო და ამან შეიძლება რაღაც პრაგმატული ფორმა მიიღოს. და შესაბამისად ესე გამოვიდა, როცა უკვე პირველივე სამსახური დავიწყე იქ, სადაც შეიძლებოდა რომ ტექსტები ჩემამდე მოსულიყო, აღმოჩნდა რომ ყველა ტექსტი მოდის ჩემამდე. უნდა მოდევდეს თუ არა, რაღაც ისეთი უნარები გამოვავლინე, რომ თურმე კარგად გამომდის მნიშვნელოვანი ტექსტებზე მუშაობაც. და ტექსტები, რომლებიც სხვა რაღაცებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული და არ იყოს მაგალითად მაინდა-მაინც სოციმედია ტექსტი, არამედ იყოს ვებსაიტის ტექსტი, ალბათ იყოს მეილის ტექსტიც და ბევრი სხვა რაღაც პრეს-რელიზი, თუნდაც მაშინ ესე მუშაობდით და ასე შემდეგ. რა, ბევრი სხვა ფორმა ქონდა ტექსტებს, თუმცა გამომივიდა. მე დავფიქრდი, რომ ეხლა ვარ სტუდენტი. და ეხლა უნდა გადავწყვიტო, რას ვაკეთებ ცხოვრებაში და მე წავედი copywriting გამოჩნდა ვაკანსია, სადაც მივედი და ტესტები დავწერე და დავალებები გავაკეთე და ამიყვანეს. მე copywriting-ი ჯერ junior ვიყავი, მე senior ვიყავი, მე დეპარტამენტის უფროსი ვიყავი, მე წამოვედი TBC-ში და ეხლა გეტყვით ჩემი გარდამტეხი ფაქტორი რა იყო, როცა პროფესიას ვირჩევდი, ანუ როცა კრეატიული copywriting-იდან გადმოვედი აქეთ დიზაინში. ჩემთვის ამას არც დავმალავ, ძალიან პირდაპირ საუბრობ ამაზე, ჩემთვის გარდამტეხი ფაქტორი იყო ის, რომ ბაზარზე უკვე არსებობდნენ ძალიან წარმატებული copywriter-ები, მაშინ როცა მე ვიწყებდი, გიყვებით 10 წლის წინან და ამბავს, და იყვნენ ძალიან წარმატებული copywriter-ები, მე მქონდა გამოცდილება, მე გამიჭირდებოდა, რომ მოკლედ დროში იმდენი გამოცდილება დამეგროვებინა, რამდენიც მათ ჰქონდათ და პლუს შემოსავალი შეიძლება იმდენი არ ყოფილიყო, რამდენი ძალისხმევის გაწევაც ამჭირდებოდა განსაკუთრების სწავლის ეტაპზე. და მე დავფიქრდი, რომ მე უკვე მუშაობ, მაშინ გასაგებია, მე უკვე მუშაობ ციფრულ პლატფორმებზე, მე უკვე ვიცი როგორ ვმართო ვებსაიტის კონტენტი, მე უკვე ვიცი დიზაინის ძალა რა არის და ვიცი ტექსტების და დიზაინის მიმართება რა არის და მე მხოლოდ ტექსტებზე კი არ მუშაობ, მე მუშაობ ტექსტებზე ინტერფეისში, შესაბამისად მოდი აბა მოვიძიებ რა შეიძლება ამ მიმართულებით გავაკეთო და გამვითარდე და აბსოლუტურად არაფერი ქართულად მაშინ არ მოიძიებოდა. ინგლისურადაც ძალიან რთულად მოსწებელი იყო, რომ წარმოვიდგინეთ ახლა 10 წლის წინ რა ხდებოდა UX წერაში, არაფერი თითქმის და მაშინ რა კურსებიც იყო და რა ნაცნობობაც იყო, ყველაფერი გამოვიყენე იმისთვის, რომ რაღაცა გამეკეთებინა, მე საბოლოო ჯამში ვისწავლე, გავიარე კურსებიც, მრავალწლიანი კურსი, ორწლიანი კურსებიც და ყველა კურსებიც და საბოლოო ჯამში ავიღე აკრედიტაცია, რაც ძალიან ცოტა ადამიანს აქვს, საქართველოში არ ვიცი აქ თორე ვინმეს, მაგრამ მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა გავაკეთე, ოღონდ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს არ ჩულოდედო ის, რომ მე მივიღე პრაგმატული გადაწყვეტილება, რომ რახან ამ ინდუსტრიაში ხარავინ არ არის და რახან ეს ინდუსტრია ფეხს იდგამს და მალე გაჩნდება საჭიროება, რომ კადრები იყოს ბაზარზე და ბაზარზე არ არის კადრები, იმიტომ რომ ბაზარი არ არსებობს. საბოლოო ჯამში იქამდე მივედით, რომ Smart Academy-ა რო ჩემამდე მოვიდა მაშინ 5 წლის წინ იყო, ხო 5 წელი გავიდა, ყველაფერს ჩვენ ერთად ვასწავლით და Smart Academy-ა რო მოვიდა ჩემამდე, მაშინ აღმოჩნდა, რომ უკვე ჩნდებოდა ბაზარზე ვაკანსიები და ჩვენი სტუდენტები, რომლებიც წარმოდებული იყვნენ, უმეტესობა და შემიძლია სხვა მოყვა, უმეტესობა ვინც მართლა გამორჩეული იყო, დასაქმდა და თუ გადახევთ ახლა UX წერილების პოზიციებს დიდ კომპანიებში, იმიტომ რომ პატარა კომპანიებში შეიძლება ჯერ არ გქონდეთ ბევრი პოზიცია, მაგრამ დიდ კომპანიებს აქვთ რამდენიმე მაინც. თითქმის ყველა ჩვენი სტუდენტები, იმიტომ რომ რო გაჩნდა ბაზარზე საჭიროება, რომ ეს mindset-ი, ეს design thinking-ი ქონოდა, უკვე წარმოვიდნენ სტუდენტები, რომლებსაც შეიძლებათ ამის მიწოდება განსაკუთრებით ჯუნიორზე. და ეხაც
ეს არ არის ყველაზე მოთხოვნადი პროფესია, მაგრამ ეს არის ძალიან მოთხოვნადი პროფესია, რომელსაც გააჩნია მომავალი და რომელიცაც შეუძლია რომ თქვა ამ ხელოვნური ინტელექტის ეპოქას შეებრძოლოს რა. იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი პროფესია, ეს არის ორი პროფესიის მიქსი. შესაბამისად, უფრო კონკურენტუნარიანი ხარ, ვიდრე თქვა მხოლოდ რაღაც ერთი კონკრეტული მიმართულება რო იცოდე. ირმა, ვუპასუხე ხო თქვენ შეკითხვას? მე მგონი ძალიან კარგად უპასუხეთ, დიდი მადლობა. მე მგონი რამდენიმე პროფესია, სადღაც ჟურნალისტიკაც არის, სადღაც პიარიც არის, ბევრი რამეა, მგონი და. კი. მე თავის დროზე გავერკვე ხა რაც არის, მადლობა. აი თავის დროზე ირმა რო ვახსენე მუზეუმი, მაშინ პიარის დეპარტამენტში მუშაობდი. ანუ ჯერ პატარა ვიყავი და არც ვიცოდი რა მინდა და ცხოვრებაში რომ ეკეთებინა და მაშინ ესე გამოვიდა. მეგობრებო, თუ კი რამე კითხვა გექნებათ, გულწრფელად გიპასუხებთ ყველაფერზე. ეხლა გავაგრძელოთ დიზაინ ფიქრზე ლაპარაკი. რას ნიშნავს დიზაინ ფიქრი, ხო? ერთი არის რომ თან უცნაურად ხდება ყურში, იმიტომ რომ თან უცნაურად თარგმნეთ ეს ტერმინი თავის დროზე და დარჩა ეს დიზაინ ფიქრი არ მომწონს. და ვერაფერ ვერ მომხერხე, იმიტომ რომ ტერმინი ესე დამკვიდრდა ბაზარზე, მაგრამ design thinking ესე ქვია რა, design thinking method. და რა არის? აი ნახეთ 5 ეტაპია, რომელიც ნისლან ნორმალი, რომელსაც ჩემი სტუდენტები იცნობენ, იმიტომ რომ სუპერზე მაგერია და დღესაც ვახსენებ ალბათ. ეს არის კვლევართა ჯგუფი, რომელიც გვეხმარება იმისთვის, რომ მომხმარებელთა გამოცდილება ციფრულ სამყაროში გავაუმჯობესოთ. და მოკლედ აი ეს არის 5 დადგენილი ეტაპი იმისა, 5 დადგენილი ეტაპი იმისა, რომ როგორ შეიძლება ფიქრის და დიზაინ ფიქრის პროცესი იყოს ეფექტური და საბოლოო ჯამში დაიდოს პროდუქტი, რომელიც გამოწვევებს პასუხობს. პირველი არის ემპათიის ეტაპი და ეს სახელები არის ოფიციალურად უკვე ამ დასახელებებში ოფიციალური ტერმინების ქართული თარგმანი, რაღაცნაირად ესე დაალაგდა, რომ ესე ვთარგმნეთ მოკლედ თავის დროზე. პირველი არის ემპათიის ეტაპი, როცა შენ რახან მომხმარებელზე ფიქრობ და რახან გულწრფელად გინდა რომ მომხმარებლის გამოცდილება გააუმჯობესო. შესაბამისად ეს ემპათიის უნარი სულ გაქვს, სულ იმაზე ფიქრობ, რომ მე კი რაღაცა ძალიან კარგად გავაკეთე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აი საუკეთესოდ გავაკეთე და ყველაზე მაგრად შეიძლება. აი ამაზე უკეთესად არ შეიძლება და ან მაგალითად, თუ კი მაქვს ეს იდეალისტური მიდგომა და მაქვს საშუალება რომ ეგრე გავაკეთო, რატომაც არა. და ყოველთვის ფიქრობ იმაზე, რომ აი ვამოწმებ რა პულსზე მინდებს ხელი რომ სადმე რაღაცა პრობლემა ხო არ არის, რაღაც ის გაყიდვების რიცხვი ხო არ დაიწყო, ან რეგისტრაცია ხო არ დაიკლო, ანუ გრაფიკი ხო არ შემცირდა რაღაც კონკრეტული მიზეზების გამო და ასე შემდეგ. და როცა ეს ემპათია გამოვლინდება, ჩემი დამოკიდებულება რომ ეგეთი არის, რომ მე ღია ვარ. მე უკვე ყოველდღე ამ პრობლემებს და განსაზღვრავ ვარქმევ სახელს, რა არის ეს პრობლემა და რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი. როცა ამ მიზეზებსაც მოვაგროვებ და უკვე სახელი დაერქვა ყველაფერს რა არის, მე უკვე იდეაციის ფაზა, ანუ იდეებისზე მუშაობის brainstorming იქნებოდა და არ ქვით ფაზა, სადაც ამ იდეებს ვაგროვებ და აი ვხედავთ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოვხვრათ. და უამრავი იდეა გვექნება, იმიტომ რომ იდეაციის ფაზაზე შეიძლება ჩართული ვიყოთ მეც, მარკეტერიც, product owner-იც, დიზაინერიც და ნუ დეველოპერი ალბათ ნაკლებად, დეველოპერები არ ერთვებიან ხოლმე ამ ეტაპზე, მაგრამ დეველოპერები შეერთოს ზოგადად ზართულია ხოლმე პროცესებში, მაგრამ ოკეი. და აი ამ იდეებიდან რაც შეიძლება გამოვწვოთ, აი შევარჩევთ საუკეთესო რა არის, მოვიფიქრებთ, აი მოდი ესა და ეს მოგწონს ყველაზე მეტად, შეიძლება რადიკალურად სხვა ვერსიები იყოს, შეიძლება მახლობელი ვერსიები იყოს და გავაკეთებთ ამის პროდუქტებს, ანუ იერსახეს მივცემთ, რაღაც იმდენად რამდენადაც შეგვიძლია როგორ გასატესტად გავიტანოთ და მომხმარებელს ვაძლევთ მეტნაკლებად დასრულებულ იერსახეს და ვეუბნებით, აბა დაუშვათ შენ გინდოდა რომ კონკრეტულად ეს წითელი ქუდი გეყიდა ამ საიტზე. აი შენ როგორ იყიდი ამ წითელ ქუდს ამ საიტზე? მაინც ჩანაწერი იქნება ბმულსაც გამოგიგზავნიან მეილზე და YouTube-ზე წაიტვირთება. და აი ნახე შენ გინდა რომ წითელი ქუდი იყიდო, ხო? მოდი აბა მე შენ დაგაკვირდები როგორ ყიდულობ წითელ ქუდს. ან თუ იპოვი ეს წითელი ქუდი, მე თუ იყიდე, მოკლედ მთელი ეს პროცესებია, ხო? შესაბამისად რომ გავტესტავთ რეალურ გარემოზე, რეალურ მომხმარებელზე, მე უკვე შეგვიძლია რომ მივიღოთ ეს უკავშირი, დავამუშაოთ, დავასრულოთ ეს პროცესი და უკვე გავუშვათ
ონლაინ მთელი ეს პროდუქტი და უკვე ფართო მასებზეც გავიტანოთ. დაახლოებით ესეთი არის ეს დიზაინ ფიქრის მიდგომა, რასაც ვაკეთებთ ჩვენ და ყველა დიდი კომპანია საქართველოში, პრინციპში საქართველოშიც. განსაკუთრებით ბანკები, რომლებიც ახლა თქვენ გახსენებათ, უნებრივია რომ ყველა ამ მეთოდით მუშაობს და პლუს დიდი კომპანიები, რომლებიც გამორჩეულად კარგი დიზაინებს ქმნიან და დღეს პატარა მაგალითებსაც განახებთ მე. აი ეს არის დიზაინის სისტემა. ანუ საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ ვიცით, რომ ესე იგი დიზაინში ვფიქრობთ, ვიცით, რომ დიზაინი არის მომხმარებელთა კომუნიკაციის ხშირად ერთ-ერთი საშუალება ჩვენთვის. მიდგომა გვაქვს ესეთი, რომ სიტყვა არის პიქსელი და ჩამასწონდება იციან, რომ ამას ხშირად ვიმეორებ. სიტყვა, რომელიც არის ინტერფეისში, არის პიქსელი, ანუ არის დიზაინის ნაწილი, არის აბსოლუტურად ერთი დიდი დიზაინი პანოს, ერთი პატარა ფაზლი, რომელიც საბოლოოდ დიდ სურათს ეხმიანება და დიდი სურათის პატარა ნაწილია. შესაბამისად, თუ ამ ყველაფერს ასე უყურებთ, ტექსტიც კი დიზაინის ნაწილია ინტერფეისში, მაშინ აი დიზაინ სისტემასთან რა ინტერაქცია შეიძლება გქონდეს ჩვენ ადამიანებს, რომლებიც ტექსტებზე მუშაობენ და არა დიზაინზე. და აი სანამ მაგის პასუხს ვიპოვით, ეხლა უკვე ნელ-ნელა ერთი ნაწილი ჩვენი ლექციის გავიარეთ, ხო? ანუ რა არის UX წერა და როგორ შეიძლება რომ დიზაინ ფიქრი და UX წერა გადაიკვეთოს. ეხლა გვაქვს რა არის დიზაინ სისტემა. ისაც სათაურში გქონდა ლექციის და მე უკვე ნახოთ როგორ ვიკვეთებით ერთმანეთთან. მოკლედ დიზაინ სისტემა დაახლოებით ესე გამოიყურება და კიდე უამრავი სხვადასხვა ფორმა შეიძლება გქონდეს. დიზაინ სისტემა არის კომპონენტების ერთობლიობა, ერთგვარი ბიბლიოთეკა, რომელშიც ინახება ყველა ის დიზაინ კომპონენტი, ანუ ყველა ის პატარა ნაწილი, რომელიც შეიძლება რომ დიზაინის ვებსაიტზე შეიძლება გამოგადგეს. ანუ მაგალითად, მე მჭირდება რომ რაღაცა ახალი ამბის ბლოკი მაგას გასაკეთებელი. და მე მაქვს ახალი ამბის ბლოკის ფორმატი გამზადებული წინასწარ შაბლონად, რომელიც შემიძლია რომ გადავაკოპირო, წავიღო, მაქვს ამ ბლოკის გამოყენების დოკუმენტაციაც, მთელი ფერების გამოყენება, ფორმატი, რა შემთხვევაში როგორ შეიძლება რომ ეს ბლოკი, ერთი პატარა ბლოკი როგორ შეიძლება რომ გამოვიყენო და მე რა მდგომარეობაც მაქვს ახლა, რა გამოწვევაც მიდგას, აი ამ გამოწვევას ამ დოკუმენტაციის მიღებდა წავიკითხო და მიხვდები რომელ შემთხვევაში როგორ უნდა გამოვიყენო ეს ერთი ბლოკი. იქნება ეს ღილაკი, სათაურის ტექსტი, აი პატარა სვიჩერები აქ რო არის, აიკონები და ასე შემდეგ რა. აი ყველაფერი ის რაც დიზაინს ქმნის საბოლოოდ. იქნება ეს სტრუქტურა, თუ იქნება ეს UI, ანუ ის რო თქვა ფერები, ფორმები, ტიპოგრაფია და ასე შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი არის სადღაც ერთ ბიბლიოთეკაში მოქცეული და მე ამ ყველაფერს მივაკითხავ, როცა კონკრეტული კომპონენტი დამჭირდება. აი დაახლოებით ესე მუშაობს დიზაინ სისტემა. შესაბამისად, ახლა დიზაინ სისტემის ფორმატი ყოველთვის სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, სხვადასხვა ბრენდები სხვადასხვანაირად მუშაობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ისეთ დიდ კომპანიებს, როგორც არის მაგალითად TBC და რახან მე ხარ TBC-ს წარმოვადგენ ჩვენ მაგალითს გეტყვით, რომ გვაქვს მილიონობით მომხმარებელი, ხო? გვაქვს უამრავი პროდუქტი, რომლებიც ჩაშლილია კიდე ძალიან ბევრ გუნდში. ანუ ერთდროულად ჩვენთან TBC-ში შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა ხდებოდეს და ძალიან ბევრ პროდუქტზე მუშაობდეთ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ხო? ჩვენ ვართ გუნდებში და ყველა გუნდი რაღაც თავის საქმეს აკეთებს. ეხლა წარმოიდგინეთ, რანაირად ვაკონტროლებთ იმას, რომ საქმე რომელსაც ვაკეთებთ, ყოველთვის გავს TBC-ს გაკეთებულ საქმეს, ანუ ყოველთვის გავს იმას, რასაც ჩვენგან მომხმარებელი ელოდება. ხო? რა გარანტია გვაქვს, რომ ჩვენ მაგალითად გაყიდვების გუნდმა რო გააკეთა პლატფორმა და მე დავუშვათ ერთგული ბარათის გუნდმა რო გააკეთა პლატფორმა, როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს გავდეს და კონსისტენტური იყოს, ხო? აი სწორედ დიზაინ სისტემით ხდება ეს ყველაფერი. ანუ მე რახან წარმოვადგენ დიზაინ სისტემას, ჩვენ გუნდში ყავს დიზაინერები, დეველოპერები და ჩვენ UX-ერლები, რომლებიც ჩვენ ნაწილებს ვინაწილებთ და შესაბამისად მე გვაქვს ეს ერთიანი ფორმატი, ერთიანი ბიბლიოთეკა, სადაც ყველაფერი არის, რაც შეიძლება ჩვენს თანამშრომელს, ანუ ჩვენსავე დიზაინერს, ჩვენსავე დეველოპერს, ჩვენსავე მწერალს დასჭირდეს და მიაკითხავს, როცა რაღაც ახალის კეთება უწევს, მიაკითხავს და ნახავს, როგორ, რა ფორმით, რა ფერებში, რა სიტყვებით შეიძლება რაღაცა გამოიყენოს. მიხვდით, ხო? მე მგონი მარტივად ავხსენით, რა შეიძლება იყოს დიზაინ სისტემა და რას აკეთებს. აი
თუ რამე ვერ გაიგეთ, ჩამეკითხეთ ხოლმე, არ მოგერიდოთ. ეხლა მარტივად შორიდან რო დავიწყოთ კიდე რა შეიძლება უშუალო დიზაინ სისტემა მოიცავდეს, რა შიგნით რა არის. კი, ნახეთ აქ მაგალითად რა რაღაც აიკონები არის, ტექსტები არის, ბატონები არის და ასე შემდეგ, მაგრამ კიდე რა შეიძლება იყოს. აი, ყველაზე მარტივად თან გრაფიკული დიზაინერები ხართ, მე მგონი 2-3 წელს თვალი მოკარით და აი თუნდაც დავიწყოთ ძალიან მარტივი მაგალითად. ლოგო ხო გვინახავს ყველას და ლოგოსთან შეიძლება ბევრ ჩვენგანს უმუშავია კიდეც. აი, როცა ლოგოს გვიგზავნიან, ხშირ შემთხვევაში გვიგზავნიან ორ ცალ ლოგოს. ლოგოს, რომელიც მუქ ფონზე ჯდება და ლოგოს, რომელიც ღია ფონზე ჯდება. იმიტომ რომ სხვადასხვანაირია, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი ჩრდილი ჭირდება, სხვადასხვანაირი ფერი ჭირდება. ან საბოლოო ჯამში ლოგოს, რომელსაც უბრალოდ რაღაც თუნდაც გრაფიკულ პოსტერზე უბრალოდ უნდა დავსვათ, ხო, თავისი გამოყენების ინსტრუქცია მოყვება რა. მაინც თუნდაც ეს იყოს მხოლოდ ორი სხვადასხვა ფერის ლოგო ფორმას რო შევეშვათ და აი როგორ უნდა დავსვათ ეს ლოგო კონკრეტულ ფორმატზე. აი ინსტრუქცია მოყვება. ხო, უმარტივესი არის, ხო, ვიცით, რომ ბევრი სხვა რამეც ესე ხდება ციფრულ პლატფორმებზე, მაგრამ ეხლა ნახეთ. შეიძლება რომ ეს ლოგოები იყოს ბევრნაირი, არ იყოს მარტო მუქ ფონზე და ღია ფონზე დასასმელი ლოგოები, არამედ გქონდეს აი მაგალითად გრძელი, ვერტიკალური, ჰორიზონტალური, მხოლოდ ერთი ასო, მხოლოდ ერთი სიმბოლო, პლუს ეს ყველაფერი მუქ ფონზე, ღია ფონზე ჭრდილებით და ასე შემდეგ რა. და შესაბამისად ეს ამ ყველაფერს თავისი გამოყენების ინსტრუქციაც მოყვება თავისთავად და შესაბამისად ვეროდ უფრო გრძელი და ვეროდ უფრო ვრცელია ეს ყველაფერი. ამიტომ საბოლოო ჯამში ანუ გამოდის რომ შენ მიიღე რაღაც დიზაინის კომპონენტი და ამას მოყვა ინსტრუქცია როგორ უნდა გამოიყენო ეს ყველაფერი. აი დაახლოებით ესე მარტივად რო შევხედოთ რა არის დიზაინის სისტემაც. ჩვენ გვაქვს TBC-ში, ჩვენ გუნდში გვაქვს ეგეთი ძალიან კაი მიდგომა, რომ აი წარმოიდგინეთ, რომ ეს არის Lego-s სეტი. ანუ დიზაინ კომპონენტებს გაძლევთ, რომელშიც არის Lego-s პატარა კუბები, Lego-s აგურები, როგორც ვეძახით და ეს Lego-s აგური უამრავი არის, სხვა ფერის, სხვა ფორმის და შენ შეგიძლია ამ აგურებისგან ბევრი სხვა რაღაცა გააკეთო. ხო? ანუ ეს ანიშნავს იმას, რომ ყოველთვის ყველა პროდუქტი ერთნაირი იქნება. არა, შეგიძლია უამრავი პროდუქტი გააკეთო, უამრავი ფერით, უამრავი ფორმით, უამრავი თანმიმდევრობით და ნავიგაციით, ისევე როგორც Lego-s აგურებით შეიძლება აწყო რაღაცა უამრავი ფორმის იქნება სახლი თუ რამე სხვა. ხო? ანუ საბოლოო ჯამში მიდგომა არის ეგეთი. ანუ ეს კომპონენტების ბიბლიოთეკა, სადაც ყველაფერი რაც შეიძლება რომ დამჭირდეს ინახება, დეველოპერს ცალკე აქვს თავისი კოდები და ტოკენები, დიზაინერს თავისი ფორმატი აქვს და მერე უკვე შეიძლება ვისაუბროთ იმაზე UX-ელებს რა. ეხლა განახებთ ორი ჩვენთვის ძალიან ნაცნობი ბრენდის დიზაინ სისტემებს და როგორ მუშაობენ ეს დიზაინ სისტემები. გაიხსნა, ხო? აი ნახეთ. ეს არის Apple-ის დიზაინ სისტემა. Apple არის მოკლედ ვიცით, რომ Apple როგორც ბიზნესი, როგორც მიდგომა, როგორც მაინდსეტი, როგორც პროდუქტი და როგორც დიზაინი და მომხმარებლის გამოცდილება, მოკლედ ყველაფერი იყო რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვენ მიჩვეული ვიყავით როგორც მომხმარებელი, ხო? და შესაბამისად მათი მიდგომები ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესოა. ეხლა ნახეთ, ჩვეულებრივად ეს არის public, საჯარო ინფორმაცია, რომ შეხვიდეთ Apple-ის საიტზე, დეველოპერების კიტი არის აქ და ნახოთ მაგალითად როგორ აკეთებს Apple დაუშვათ აი სიმბოლოებს, აიკონებს, რომელიც ჩვენ მე ტელეფონში გვიჩვენს ხოლმე, თუნდაც არა მარტო ტელეფონში. აი ნახეთ როგორ აკეთებენ ამას და ყველაფერს მოყვება თავისი აღწერა, ზოგ შეიძლება ძალიან დიდი, ზოგ შეიძლება მთელი მოყვებოდეს მთელი გვერდები იმის არა როგორ შეიძლება გამოიყენოს, ზოგ შეიძლება ძალიან მარტივი ახსნა ქონდეს, აი ნახეთ მუქი ღია და შეფერილი. და აი ნახეთ ეს ერთი მიდგომა იმაზე როგორ აკეთებს Apple აიკონებს, ანუ სიმბოლოებს. აი ნახეთ მთელი თავისი აღწერები აქვს. მე შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი დააკოპირო, წაიღო და დაამუშავო როგორც შეგინდა ის. აი აქ შეიძლება, აი მაგალითად მუქ ფერებზე როგორ მუშაობს dark mode-ზე, ანუ მუქი ფერის რეჟიმზე როგორ მუშაობს Apple. აი მაგალითად აქ. აი ღია ფერები როგორი შეიძლება იყოს, მუქზე როგორ აღიქმება და ასე შემდეგ რა, აი როგორ შეიძლება იყოს motion-ის და აი მოკლედ მთელი
სრულყოფილი ბიბლიოთეკა არის, სადაც გადადიხარ და ხედავ ყველა იმ კომპონენტს, რომელიც შეიძლება რომ დაგჭირდეს და როგორ უნდა გამოიყენო და როგორი მიდგომა არის რა, Apple როგორ გადაწყვეტებს იყენებს. და ეს ფორმატებია ჩამოწეული. ტიპოგრაფიაც ვნახოთ და მე გადავიდეთ Google-ზე. Google-შიც ვნახოთ როგორ არის. მე უკვე ტექსტების და სიმბოლოების გამოყენება ერთად. მოკლედ, ძალიან საინტერესო რამეა, ეს არის აბსოლუტურად სრულად დამოუკიდებლად დიზაინის ნაწილი. დიზაინერები და დეველოპერები ამას გამოიყენებენ ისე, როგორც მათ ჭირდებათ. და ნუ აქ ახლა ბრენდის ფერები და ასე მოკლედ. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, ძალიან საინტერესოა, ძალიან ბევრია. მე ვიტყოდი ასე, რომ თუ კიდევ გაინტერესებთ, შემიძლია რომ ჩავიგდოთ ეს ბმული და გადახედოთ მერე. აი აქ ჩავიგდებთ. ეს. ეხლა ვნახოთ Google. Google-ის დიზაინ სისტემა, მე ახლა ამაზე არ მოგაცდენთ, იმიტომ რომ არ დაგაბნიოთ, უბრალოდ განახებთ როგორ მუშაობს დიზაინ სისტემა რა. უი. მოდი შემეშან. ამწუხაროდ material design არა. Zegam მქონდა გახსნილი. და რო განახოთ უბრალოდ როგორ მუშაობს. ხა ფიგმაზე. მოკლედ, ხო არ დაგაბნიათ იმან, რომ თქვათ განახებ დიზაინში რაღაცები რა როგორ ჩდება საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ როგორც ადამიანები, რომლებიც მუშაობენ დიზაინზე და მუშაობენ იმ კომპონენტების შექმნას, რომელიც საბოლოო ჯამში ინტერფეისში და ციფრულ პლატფორმაზე უნდა მოხდეს, შესაბამისად ჩვენი ჩართულობა ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია. ჩვენ თუ ჩამოვრჩით ამას, ჩვენ თუ არ მივუდექით დიზაინ პრინციპების მიხედვით, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ფეხი ვერ აუწყეთ იმ ახალ მიდგომებს, რომელსაც სოფლიო უკვე იყენებს და ძალიან აქტიურად იყენებს. ხო, აი გადაკვეთები ძალიან საინტერესოა, მაშინ რახან უკვე დაკომენტარებთ, მაშინ ესე დავსვათ. თქვენ გითხავთ ახლა რა, გადაკვეთა რა არის? აი სად შემიძლია მე ადამიანს, რომელიც მუშაობს ვებსაიტის კომპონენტებზე, ტექსტებზე, სად შემიძლია რომ მე ამ ყველაფერთან კონტრიბუცია მქონდეს, სად მიკვეთები? აი თქვენი აზრი მაინტერესებს. და მე რა თქმა უნდა მეც ბუნებრივია მოგიყვებით. აბა დავიგდეთ, ჩატს დავიგდეთ. თქვენი აზრით, აი დაფიქრდეთ ეს დიზაინ სისტემები, რომლებიც ახლა ვნახეთ და ჩვენ ადამიანები, რომლებიც ტექსტს წერთ. რანაირად შეიძლება ჩვენ ჩავერთოთ ამ დიზაინ სისტემის შექმნაში? არ მოგერიდოთ, იმიტომ რომ შეიძლება მე დავაკონკრეტებ რა ვიფიქრე და რატო დავწერე გადაკვეთები. ანუ მე ვხედავ გრაფიკულ დიზაინერის სამუშაო პროცესთან გადაკვეთას UI design UI copywriting-დან. და ეს მინდა აღნიშნო. კი, გრაფიკაში და UI-სთან ბუნებრივია აქვს ამ ყველაფერს კავშირი, საბოლოო ჯამში როგორ გამოიყურება და რა ფერს მიიღებს და რა ზომა ექნება და რა ფონტით იქნება დაწერილი, ბუნებრივია ამ ყველაფერს აქვს კავშირი, მაგრამ აი ხა თქვენ დაფიქრდით იმაზე, აი ბიბლიოთეკა გვაქვს, სადაც მოცემულია ყველა მზა კომპონენტი. აი ვალოს აქვს მოწერილი. ღილაკების ტექსტები, search field-ი, header-ები, footer-ები, ზუსტად აი რაც მოიწერა, მაგის ხმა მინდოდა. ანუ ნახეთ, გამზადებული ბიბლიოთეკა მაქვს, დიზაინერები შედიან და იღებენ აი კონკრეტულ შემთხვევაში, რომელი ფერი უნდა გამოიყენო, რომელი ფორმა უნდა გამოიყენო, ღილაკი რა ზომის იყოს, რა ფერის იყოს, რა ფორმის იყოს, მრგვალია, ოთხკუთხედია, მომრგვალებული კიდეები აქვს თუ არა, ასე შემდეგ. და მოკლედ უამრავი, ახლა ჩვენ საუბრობთ მარტო ღილაკებზე. წარმოვიდგინეთ, საიტზე რამდენი კომპონენტია, რამდენი აიკონია, რამდენი სიმბოლოა, რამდენი ნაწილია დიზაინის, რომელიც შეიძლება რომ ბიბლიოთეკას მოაქციო.
და ბუნებრივია ამ ყველაფერს თუ არა თითქმის ყველაფერს ჭირდება თან ტექსტები, ლამამრაც მოიწერა. წარმოგიდგენთ, აი ღილაკზე ვილაპარაკეთ, ხო? ღილაკს აქვს თავისი ფორმა, ფერი და ასე შემდეგ. და ოკეი, ბიბლიოთეკაში შევინახე, დიზაინ სისტემაში შევინახე მე ამ ღილაკის გამოყენების ინსტრუქცია, რა როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამ ღილაკს ჭირდება ტექსტები. აი ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ კონტრიბუცია იმ მიმართულებით, რომ რა უნდა დავწეროთ. მაგალითად, ყიდვის ღილაკზე რა შემთხვევაში რას ვწერთ, search field-ში მაგალითად აი საძიებო ველში რას ვწერთ. თუნდაც ზებნას ვწერთ თუ ძიებას, თუნდაც იპოვეს შეიძლება. და კიდე აი header-ები, footer-ები, ხო აი რა ფორმატი გვაქვს? მოწოდებითი ფორმა გვაქვს თუ თქვა იყიდე გვაქვს თუ ყიდვა, გადმოწერე გვაქვს თუ გადმოწერა და ასე შემდეგ. აი ბევრი სხვა რაღაც შეიძლება იყოს, რითიც ჩვენ შეიძლება გქონდეს კონტრიბუცია. აი მათ შორის ესენი. საუბრის ტონი პირველ რიგში რაც ვაკეთებთ, არის ის, რომ თუ კი აი ნახეთ, თუ კი TBC-ის დიზაინ სისტემაში TBC-ის ძირითადი ცისფერი ფერის გამოყენების მთელი ინსტრუქციები არის, ეს ფერი რანაირად შეიძლება იყოს, ჩრდილოს როგორ დაიდებს, მოკლედ, ბევრი თემა შეიძლება იყოს მხოლოდ ფერზე, ხო? ეს ფერი ბუნებრივია არის ბრენდინგის ნაწილი. იმიტომ რომ TBC-ის ბრენდის ფერია. შესაბამისად, ბრენდინგის ნაწილი არის ჩემ მხარეს საუბრის ტონი, ანუ ის სიტყვები, რომელსაც გამოვიყენებ, ის მიმართვები, ის ფორმატები, თქვენობითი, შენობითი, ის კონკრეტული სიტყვები, რომლებიც keyword-ებად იქცევა, საკვანძო სიტყვებად იქცევა და უკვე მომხმარებელი იცნობს და ასე შემდეგ. რა, ანუ აი რანაირი ვარ, როგორც ბრენდი და გარდა იმისა, თქვენობით ლაპარაკობთ შენობით, სინამდვილეში ხასიათი როგორი მაქვს რა, ცოტა პირდაპირი ვარ, მეგობრული ვარ, თავზახელაღებული ტიპი ვარ, აი ძალიან ბრძენი ვარ, მონოლოგებით საუბრობ, თუ პირიქით ძალიან ღია ვარ, ოჯესთ ლიზას გავლილი აქვს ჩვენთან კურსი, სადაც ვისაუბრეთ იმაზე, როგორი ხასიათი შეიძლება იყოს ბრენდები და 12 არქეტიპი გვაქვს მაგისი და აქედანაც ნუ არქეტიპებსაც ბუნებრივია მოიცავს. ხო, ანუ მოკლედ, როგორია ეს საუბრის ტონი რა, მარტო იმის გარდა რაც ზედაპირზე დავს, კიდე ის შინაგანი ხასიათი დამოკიდებულება როგორი მაქვს რა. მე არის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა არის ის, რაზეც ვილაპარაკეთ. ან ბიბლიოთეკაში შეგვიძლია გავაკეთოთ აი წეღან რაც მოიწერა კომპონენტები, უშუალოდ კომპონენტები. ღილაკებზე რას ვწერთ, სათაურებზე რას ვწერთ, აი ამ ღილაკზე ყოველთვის ამას ვწერთ თუ არა და თუ ამას არ ვწერთ, სხვას რას ვწერთ და რატომ, რა შემთხვევებში. ანუ მთელი თავისი ინსტრუქცია მოყვება. და ბოლოს, თუ კი მუშაობთ რამდენიმე ენაზე, ირდება ამ ყველაფრის ლექსიკონი. ანუ ეს ერთი სიტყვა მეორე ენაზე როგორ არის და თან გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მიზანი არ არის პირდაპირ თარგმნა, არასდროს არ არის ჩვენი მიზანი პირდაპირ თარგმნა. იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ძალიან ორგანული და ბუნებრივი იმისთვის, native speaker-ისთვისაც და არასდროს არ გვაქვს ის მიდგომა, რომ პირდაპირ სიტყვა ყოველთვის თარგმნით, თავი შინაარსი და ვაიბი და ბრენდის ხასიათი შენარჩუნდეს და სათქმელი შენარჩუნდეს. აი ხა ის სამი რაღაცაც წეგან გავიარეთ, ჩავშალოთ. აი მაგალითად ეს არის ის ნილსენ ნორმანის მოგესალმებით. Tone of voice-ის 4 მიმართულება რა, როგორი არის რა, სერიოზული თუ ხუმარა არის, ყოველდღიური არის თუ ფორმალური არის. თავზახელაღებული ტიპი არის თუ პირიქით ძალიან პასუხისმგებლიანი და ძალიან ისეთი პატივისცემი გესაუბრება. ძალიან საქმეზე გელაპარაკება თუ პირიქით ძალიან ემოციური არის, ძალიან ეს ხასიათი აქვს ძალიან ისეთი გამოკვეთილი, ხო? ანუ მაგალითად ეს 4 მიმართულება არის, ასევე კიდე მსგავს ფორმატს ვიყენებთ TBC-შიც და პრინციპში ბევრ სხვა ბრენდთანაც. რომ აქედან აი ამ ჩამონათვალია, რომელი უფრო არის, რომელ მხარეს იკვეთება შენი ბრენდი და როგორი ტიპი არის რა, ანუ funny და serious შორის ნეიტრალური შარჩევა მარტივია, მაგრამ casual და formal-ის უკვე იჭედები, რომ შეიძლება თქვენობითი კონდეს, მაგრამ ძალიან ყოველდღიური და ძალიან საყოველთაო კონდეს tone of voice-ი და პირიქით რა, შეიძლება ძალიან შენობითი იყოს, მაგრამ ძალიან აკადემიური მაინც დარჩეს. მე ეს კომპონენტების ბიბლიოთეკა წეღარაც ვახსენეთ, ეგ არის რა, ღილაკები, სათაურები და ქვესათაურები, error ტექსტები, success ტექსტები, ანუ რაღაცას რო სწორად გავაკეთებ, შეტყობინება რომ მომდის, რაღაცას რო არასწორად გავაკეთებ, მაგის შეტყობინება როგორია კონკრეტულ кейსზე და ზოგად кейსებში, ასევე რამე რეგულაციები ხო არ გვაქვს, მაგალითად შეგვიძლია თუ არა ამ სიტყვის გამოყენება, იმიტომ რომ რეგულაციები
არ ვიცი გიმუშავია თუ არა რეგულაციებთან ან ისეთ ბრენდებთან რომელსაც ეხებათ რეგულაცია, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე რაღაც სიტყვები ან რაღაც ფორმატები, რომელიც არ შეგიძლია რომ გამოიყენო მხოლოდ იმიტომ, რომ შენ რაღაც კონკრეტულ ინდუსტრიას წარმოადგენ. ამიტომ თუ კი გვაქვს რაღაც ეგეთი გამოწვევები, აუცილებლად მოვაგროვოთ ესენი. ასევე გვაქვს do's and don'ts, ანუ მაგალითები, რას ვაკეთებთ ასე და ნუ თელთან ჯანსაღ, ხო? ოკეი. და რას ვაკეთებთ ესე და რას არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ძალიან მოსწონთ ხოლმე do's and don'ts-ები, რატო რას ვაკეთებთ ესე, როგორ უნდა გავაკეთოთ, კაი, მაგრამ უფრო მეტად მოსწონთ კიდე რას არ ვაკეთებთ, ასე როგორ არ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ ეფექტური იყოს ჩვენი კომუნიკაცია და ძალიან თვალსაჩინო მაგალითები გვაქვს ხოლმე მაგის. და ბოლოს რაც დაგვრჩა არის ლექსიკონი რა, მაგალითად წარსულა შეიძლება იყოს ΔI, გადმოწერა იყოს download, რეგისტრაცია შეიძლება იყოს register ან sign up და იმისათვის რომ რაღაც კონკრეტული სიტყვები ვიცოდეთ რა ენებში როგორ გამოვიღოთ, ახლა გადმოწერა და download მე მგონი მარტივია და შეიძლება არც გჭირდებოდეს რომ სადღაც რამე ლექსიკონის ფორმატში მოაქცია, მაგრამ არის რაღაც სიტყვები რომლებიც გამოწვევა არის ხოლმე და ამიტომ ვიყენებთ აი ესეთ მსგავს ლექსიკონებს და კიდევ ერთი კითხვა თქვენთან. დავუშვათ გავაკეთე ეს ყველაფერი რაც გავაკეთე. დავუშვათ დიზაინერმა გააკეთეს დიზაინის სისტემა, რომელშიც მე მაქვს ჩემი კომპონენტები, ლექსიკონი მაქვს, ბიბლიოთეკა მაქვს, tone of voice-ის სახელმძღვანელო მაქვს, მოკლედ ყველაფერი მაქვს. როგორ ვიყენებთ სიმბოლოებს, როგორ ვწერთ რიცხვებს, გრძელ რიცხვებს, მოკლე რიცხვებს, როგორ ვწერთ დოლარის ნიშანს, სად ვიყენებთ თავში თუ ბოლოში. მოკლედ ეს ყველაფერი მე დავწერე, გავაკეთე, გვაქვს ეს სრულყოფილი ბიბლიოთეკა, სადაც ყველაფერი ეს შევინახეთ და შევინარჩუნოთ. მერე, ანუ რისთვის გავაკეთეთ ეს ყველაფერი? რა შედეგი მოაქვს და რისთვის გავისარჯეთ? მაშინ აი რატო ვარსებობთ ცალკე დიზაინ სისტემის გუნდი და რატო უდგებით ესე სისტემურად რაღაცებს? თქვენი აზრი რა არის? ჩატში შევიხედავ. აბა დეველოპერმა რო აღარ იწვალოს, ხო, მაგრამ ნახე, დეველოპერი საიდანაც უნდა იქნა გადააკოპირებს რა, დეველოპერი მარტო აქედან არ აკოპირებს, დეველოპერი აკოპირებს დიზაინერის მიერ აკოპირებული ფაილიდან. ასე რომ დიზაინერი უფრო აკოპირებს ალბათ აქედან ვიდრე დეველოპერი. თუმცა ვიღაცამ რო არ იწვალოს, ეს ფაქტია. გაუმჯობესდეს კომუნიკაცია, ფაქტია. კონსისტენტური იქნება დიზაინი, ბრენდის იდენტობა დაცული იქნება. სწრაფია და დროს ზოგავს მომხმარებელსაც რო გაუმატებდეს სისტემურად აბსოლუტურად გეთახმებით და ყველაფერი რაც თქვენ მოიწერეთ აი ამ სლაიდზე ჩანს რა. გაუმჯობესებელი ერთნაირი ხელწერა რო ქონდეს ზუსტად და მომხმარებელსაც გაუმარტივდეს. კი ბატონო, კი ბატონო. გაუმჯობესებული TTM არის time to market. ანუ ის დრო რაც ჭირდება პროდუქტს იმისთვის რომ გამზადდეს და გაეშვას ღია სურვაში რა. და შესაბამისად დროს ვზოგავთ იმაში, რომ რაღაცა მაგალითად პლატფორმის აწყობაში გვჭირდებოდა ერთი კვირა, ეხლა შეგვიძლია გავაწყოთ ერთ დღეში. იმიტომ რომ გვაქვს ყველა გამზადებული კომპონენტი ამისთვის. შესაბამისად, თუ კი რაღაცები გავტესტეთ, ნახეთ რა როგორ მუშაობს და გვაქვს შენახული ის მასალა, რომელიც ვიცით რომ მომხმარებელამდე მიდის კარგად, მაშინ ამ მასალის გამოყენებით შეცდომების რაოდენობაც მცირდება. ანუ, ოკეი, დრო შევამცირეთ ჩვენი მიერ პროდუქტის შექმნისთვის საჭირო დრო შევამცირეთ. ძალიან მნიშვნელოვნად. მერე შეცდომები ნაკლები გვაქვს, იმიტომ რომ მარტო იმ გამოცდილებებს ვიყენებთ, რომლებიც ვიცით რომ მუშაობს, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ კრეატიული არ ვართ, ახალ გადაწყვეტებს არ მოვიფიქრეთ, არა, ბუნებრივია. და მესამე არის ის, რაც თქვენც ყველა მოიწერეთ, რომ კონსისტენტურობაა დაცული, ანუ ბრენდი გავს თავის თავს. ყველა პლატფორმაზე იქ სადაც ბრენდი პოზიციონირებს, ის არის ის, ვინც არის. და არ უწევს მომხმარებელს ყოველ ჯერზე, ხ წარმოიდგინეთ, აი რა უცნაური არის, ხო რა, ეხლა მე მივდიოდე მაკდონალდსში და მწვანე ფერს ვეწევდი, არ ვეწევდი. ანუ საბოი, მწვანეს თუ დავინახავ, ვიცი რომ საბოია. და თუ ბანკში მივდივარ, ნარინჯისფერი ვიცი რომელი ბანკია, ცისფერი ვიცი რომელი ბანკია, წითელი ვიცი რომელი ბანკია, ხო? ამიტომაც ეს ყველაფერი არის ბრენდის პოზიციონირება. თუ კი რაღაცები ერთი შეხედვით ნათელია, რომ ბრენდის პოზიციონირებას წარმოადგენს, რაღაცები ცოტა უფრო ქვევით აისბერგის ძირშიც იმალება რა, რაღაცები, რაც შეიძლება რომ უფრო მეტად კიდე ბრენდის კონსისტენტურობას არ აყენდეს. და ეგ არის. ხო, მივედით იქამდე, რომ საბოლოო ჯამში დიზაინის სისტემა
გვჭირდება იმისთვის, რომ ყველას გაუმარტივო საქმე დაწყებული უშუალო გუნდიდან დამთავრებული მომხმარებლამდე, ანუ გუნდს უმარტივებთ საქმეს, უზოგავთ დროს და გამოწვევებსაც ბევრ გამოწვევას ვაშორებთ თავიდან და მომხმარებელს ვაძლევთ მხოლოდ იმას, რაც ვიცით, რომ მას მოსწონს და მასზე მუშაობს. ამიტომაც საბოლოო ჯამში იქნება გამოცდილება, რომელიც მეტნაკლებად ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს დიზაინ სისტემა არის რაღაცა დოქტრინა, რომელიც ესე ქვაზე ამოვკვეთეთ და დავდეთ. არა, იმიტომ რომ ეს მუდმივად იცვლება, მუდმივად ვაკეთებთ, მუდმივად ვამუშავებთ და ერთხელ უკვე მე მაგალითად tone of voice-ის დოკუმენტი, ანუ საუბრის ტონის დოკუმენტი ძალიან ბევრჯერ მაქვს შეცვლილი უკვე. იმიტომ რომ ვერ მოერგები დროს თუ კი რაღაცა არ განაახლე და არ გააუმჯობესე რა. რაღაცები დაგვიტესტავს, გვინახავს, რომ არ მუშაობს, რაღაცები დაგვიტესტავს, გვინახავს, რომ ოკეი, კაია, მოდი ყოველდღე გადავიტანოთ და ასე შემდეგ. ანუ შესაბამისად ეს მიდგომები გვიწყვეტს იმას, რომ საბოლოო ჯამში, აი თუნდაც ეს time to market-ი, შეცდომები, კონსისტენტობა, ეს ყველაფერი რადიკალურად შეცვლა რებრენდინგში არ გადადის, იმიტომ რომ იცი არის რებრენდინგში შეიძლება გადადის, როცა ვთვლი ლოგოს, საუბრის ტონს და ყველაფერს ერთბაშავთ. ხო? ნატალი, სალამი. ეს არ არის ესე რა, თუ მე შევცვალე მაგალითად ის, რომ ყიდვის ღილაკი მომრგვალებული მქონდა და ეხლა მაქვს უფრო ესეთი მართი კუთხეებით, ეს არ არის რებრენდინგი. მიხვდები, ეს ყველაფერი ხო ერთბაშად არ იცვლება, ნელ-ნელა ემატება და საბოლოო ჯამში ბრენდი ცოცხალია. იმიტომ რომ აი წარმოიდგინე როგორ რაღაცა, რომ მე რო გარდერობი მთლიანად შევცვალო, თმაც შევიღებო, შევიჭრა, წონაშიც დავიკლო, სიმაღლეშიც გავიზარდო და სხვანაირი ადამიანი გავხდე. ოკეი, ეს რებრენდინგია, მაგრამ მე თუ ახალი შარვალი ვიყიდე და ახალი მაისური ვიყიდე, ეს რებრენდინგი არ არის რა, ეს თავისთავად პროცესია, რომელიც ისაც ხო, tone of voice-იც თუნდაც რა, tone of voice-ის შეცვლა არ გულისხმობს იმას, რომ აი tone of voice-ის შეცვლა გულისხმობს იმას, რომ მაგალითად რაღაც keyword-ები შეიძლება შემეცვალოს, რაღაც სიტყვებს აქამდე უფრო მეტად ვიყენებდი და ეხლა ნაკლებად გამოვიყენებ ამ სიტყვას, იმიტომ რომ ამ სიტყვებმა თავისი საქმე გააკეთა. აი მაგალითად tone of voice-ის შეცვლაში ეგ ვიგულისხმე რა. და ხო, ამიტომ ეგ არის. ეხლა რამე კითხვა ხო არ გაქვთ მეგობრებო? ცოტა გადავაშორეთ 1 საათზე. არ მოგედით, იმიტომ რომ ხო. არ მოგერდოთ, იმიტომ რომ სანამ აქვარ ყველაფერზე გიპასუხებთ. იმას მოვუსმინოთ და მე ზემოთ დაწერილ კომენტარს მივუბრუნდები. გისმენთ ირმა? მოკლედ მე ხო გამიჩნდა შეკითხვა, რომ აი კურსზე რა ის ალბათ ბოლოში გვეტყვით ამას, იმიტომ რომ ეხლა რასაც მე მოიხილავთ, ბევრი რამეა და მე კიდე იმის მიხედვით რა ბრენდთან გექნება საქმე, კიდე ცალკე სასწაულია, ხო? რა და როგორ და აი რა ცოდნით უნდა მიხვიდე სადმე ადამიანი, რომ თქვა, რომ აი მე ამ პროფესიაში რაღაცა გამეგება, ასე ვთქვათ. ხო, ანუ აი მაგალითად თუ გინდა რომ პროექტი აიყვან, თუ გინდა სადმე ჯუნიორად დაიწყო მუშაობა, სადმე თუნდაც in-house რომელიმე დიდ კომპანიაში, რა მოგითხოვება იმისთვის. პირველ რიგში წერა, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ როგორ წერთ, რას წერთ და შეგვეძლოს კონკრეტულ გამოწვევებთან გამკლავებად სიტყვებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიცოდეთ თქვათ რომელ ფორმატზე რანაირი ტექსტები შეიძლება იყოს საჭირო, მესმოდეს რას ნიშნავს საუბრის ტონი და როგორ შეიძლება რომ საუბრის ტონი მოვარგო ისეთ ტექსტებშიც კი, როგორც არის მაგალითად სათაური. მერე აუცილებლად უნდა მესმოდეს დიზაინის პრინციპები. არ გვევალება რომ ჩვენ ვიცოდეთ დიზაინის შექმნა. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დიზაინთან მუშაობა, დიზაინერთან მუშაობა. მაგალითად, ასაწყობი მაქვს ახალი გვერდი და უნდა ვიცოდე ამ გვერდის ასაწყობად მე რა შესაძლებლობები მაქვს დიზაინის მიმართულებით, აი მაგალითად ბლოკები შემიძლია გავაკეთო, თუ სლაიდერი შემიძლია გავაკეთო, ერთ გვერდზე გამოვიტანო ნავიგაცია, თუ სხვა გვერდებზე გადავანაწილო. ეს მიდგომები ჭირდება იმისთვის, რომ გუნდთან ერთად მუშაობა შევძლო. ამისთვის ალბათ ეხა ჩვენი კურსი აი ბაზისია, რომ ზოგადი წარმოდგენები გქონდეს და თან დავალებებზე მუშაობ ძალიან აქტიურად და იმისთვის, რომ მეტნაკლები მზაობა გქონდეს, რომ დაიწყო ჯუნიორად მუშაობა და მერე თავისთავად ეს ყველაფერი გამოცდილებაში მოდის. კურსის სილაბუსი მაგომ გაგვიზიარა, კურსზე ვიწყებთ
copywriting-ის პრინციპებით, მაგიტო ქვია UX-UI copywriting-ი და არა მხოლოდ UX-UI წერა, იმიტომ რომ copywriting-ის ზოგადი წერის პრინციპებით ვიწყებთ და ამას პრერეკვიზიტი არა აქვს, ანუ ჩვენ არ ვითხოვთ რანაირ პრერეკვიზიტს, არანაირ წინასწარ გამოსილებას იმისთვის, რომ ჩვენ კურსზე დარეგისტრირდეთ. ვიწყებთ copywriting-ის პრინციპებით და ნელ-ნელა გადავდივართ დიზაინის პრინციპებისკენ და საბოლოო ჯამში ფინალურზე ყველა სტუდენტმა უნდა დაწეროს მთელი ვებსაიტის, მთელი ერთიანი პლატფორმის ყველა ტექსტი, რომელიც ამ პლატფორმაზე შეიძლება იყოს რა დაწყებული სათაურით, აღწერით, გრძელი ტექსტებით, თხრობით, შეტყობინებებით, ღილაკებით და ყველაფრით. ამიტომ საბოლოო ჯამში ეს არის ჩვენი მიზანი. ხომ არ გაქვთ სურვილი სილაბუსი თავიდან ბოლომდე სწრაფად გადავიარო, შემიძლია გავაზიარო და ძალიან სწრაფად თითოეულ თემას დაინახავთ, იქ როგორ თანმიმდევრობით გვაქვს და რამდენ რაღაცას ეხებით სინამდვილეში. ხეთი გავაზიარო? აი, გაზიარებული მაქვს ხა შემიძლია. აი, ესე იგი, მოკლედ ვიტყებთ ზოგადი თემებით, ბრენდინგი, რა არის ბრენდინგი, ვებგვერდი რა არის და როგორი შეიძლება იყოს ვებგვერდები, ბრიფშიც მუშაობას ვიწყებთ, ანუ როგორ შეიძლება იყოს კრეატიული ბრიფი და რა არის, საუბრის ტონი, ჩვენ შესახებ ინფო და storytelling-ი ამბის თხრობის ხელოვნება, ასევე ფორმულები და ინსაიტები, ანუ როგორ შეიძლება იდეები მოვიფიქროთ, რომელზეც მე დავაშენებთ ტექსტებს და აი ამ ყველაფერს რომ დავამუშავებთ, მე ნელ-ნელა გადავდივართ უკვე ვებსაიტის კომპონენტებზე. ეს არის პირველ გვერდზე, ლენდინგზე, რას ვწერთ და როგორ ვწერთ და რა თანმიმდევრობით. მე უკვე ამ ლენდინგის პირველად ინფორმაციით ვწერთ შუალედურს და ვიღებთ უკვე კავშირს. და მე უკვე დამატებით თემა არის, რომ თავები და გვერდების ოპტიმალური რაოდენობა საიტზე. მე უკვე გადავდივართ ღილაკებზე და სათაურებზე და call to action-ებზე. მე გადავდივართ ნოტიფიკაციებზე და შეტყობინებებზე, ანუ მაგალითად შეცდომები რაღაც არასწორად რო შეიყვანე, ან რაღაც წარმატებით რო გააკეთე საიტი, ავტომატურად რო გიგზავნეთ, მან რა ხდება. მე ასევე საძიებო სისტემები რო ვიცოდეთ, როგორ შეიძლება რომ SEO keyword-ებზე ვიმუშაოთ, SEO keyword-ებზე, Figma-ს ნახავთ. ფინალური გამოცდისთვის ვემზადებით ბოლოს headers და footers გავივლით და მეტაღწერებს გავივლით ასევე გავივლით თვალის მოძრაობის ტრაექტორიებს, კვლევებს და ვნახავთ მომხმარებელი როგორ იქცევა საიტზე, რომ ჩვენი მკითხველის ფსიქოტიპი გავიგოთ და ბოლოს უკვე ვემზადებით ფინალური გამოცდებისთვის და ამ ფინალურ გამოცდაზე უკვე ყველაფერი ეს რაც ვისწავლეთ, იქნება ეს დიზაინის კომპონენტები თუ ვებსაიტის კომპონენტები, ყველაფერი მოკლედ უნდა გადმოვიტანოთ ფურცელზე და დავწეროთ სრულყოფილი, სრულფასოვანი ვებსაიტის ტექსტები. გისმენთ მგონი მიკროფონი კი არა ხელი აიწია რომ ვიღაცამ. თან იმას დავამატებ რომ 16 ფებრუარამდე top card-ით გადახდა შეგიძლიათ 12 თვეზე შეგიძლიათ განაწილოთ სრულად უპროცენტოდ, ასევე გვაქვს რა თქმა უნდა TBC-ის განაწილება 4 თვეზე სრულად უპროცენტოდ შეგიძლიათ განაწილოთ, საქართველოს ბანკის ნაწილ გადახდაც გვაქვს, კრედოს 4 თვიანი სრულად უპროცენტო, ასევე სილქის მერეც დაგვემატა და ვინც აიღეთ მოასწარით აღება 3 თებერვალამდე შეგიძლიათ ასევე 12 თვეზე განაწილოთ, თუ პირველი ტრანზაქცია იქნება და მოკლედ სტანდარტული განმარტებებით რა თქმა უნდა გვაქვს TBC-ის და საქართველოს ბანკის და ასევე TBC-ის ერთგული ქულებით შეგიძლიათ გადაიხადოთ და კრიპტოვალუტით გვაქვს. ასევე უბრალოდ შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ და მივუწევთ უფასო კონსულტაცია და ამ შემთხვევაში ჩვენთან დაგირეკავენ და გაგესაუბრებიან ამ კურსზე და სხვა ნებისმიერ ინტერესზე, რაც გექნებათ და განათლებას ეხება. შეკითხვები გამოუშვით კურსთან დაკავშირებით. კურსთან დაკავშირებით არა, პროფესიასთან დაკავშირებით უკაცრავად. წამომწდა. მიყვარს ეს კურსი და თან იმდენი კარგი შედეგი ვნახეთ კურსის მსვლელობისას, თან რა თქმა უნდა უმრავლეს შემთხვევაში თვითონ ქეთიმ გაუწია რეკომენდაცია, იმიტომ რომ ხშირად ვაკანსიები მეგობრებო არ ცდება ხოლმე და როდესაც კომპანიაში გახმაურდება რომ ეძებენ ამ და ამ ტალანტს, ამ კონკრეტული კომპეტენციების, რა თქმა უნდა ვისაკითხავენ თუ არა ქეთის და ქეთიც უწევს ხოლმე რეკომენდაციებს ჩვენ სტუდენტებს და
ზოგადად კი Smart Academy-ის სტუდენტი რომ ხდებით, ავტომატურად ერთობით კარიერული მხარდაჭერის პროგრამაში, კარიერის მენეჯერი გყავთ, ფაქტობრივად დასაქმების აგენტი არის ის თქვენთვის, გიტარდება დახურული შეხვედრები, მასტერკლასები, მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის ტარდება, სადაც უმრავლეს რჩევას ვაძლევთ, მათ უშუალოდ CV-ს, LinkedIn-ის პროფილს უკავშირს ვუბრუნებთ თითოეულ სტუდენტს, ვინც რა თქმა უნდა ამის სურვილით ფიქსირდება ჩვენთან და ასევე ვინიშნავთ მათ კონკრეტულ პირობას, მაგალითად, ვინც თქვა თბილისში არ არის და მხოლოდ remote სამსახურს განიხილავს, ვინც სტუდენტია და მოქნილი გრაფიკი სჭირდება, ვინც გერმანულენოვანიც არის და მოკლედ ძალიან კარგი ბაზა გვაქვს აიმისოდ, რომ როდესაც ჩვენი პარტნიორი კომპანია ან არაპარტნიორი დაგვიკავშირდება, ძალიან სწრაფად მხოლოდ რელევანტური კანდიდატები შევთავაზოთ. მერე უკვე იქ სტუდენტი როგორ წარმოაჩენს თავის ცოდნას, როგორ შეასრულებს, რა პასუხისმგებლობით მოიქცევა, რა დედლაინში შეასრულებს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენი მხრიდან რაც კი არსებობს და შეიძლება მოგაფიქრდეთ, მართლა ყველაფერს ვაკეთებთ. ეს კარიერის მხარდაჭერის პროგრამა არ არის დროში შეზღუდული და არ მოიცავს მხოლოდ კურსის ფარგლებში ჩვენს მხარდაჭერას. არამედ მაგალითად თუ რომელიმე სტუდენტი ახლა უკვე დასაქმებული არის, 6 თვეში რომ რაიმე ცვლილება დაგეგმოს, ის გვეხმიანება, ისევ აქტიურ მაძიებელთა სიაში ხდება და შესაბამისად ჩვენ უკვე ვიცით, რომ მასაც უნდა გავუზიაროთ ხოლმე ჩვენს ხელთ არსებული ვაკანსიები და ასევე გასაუბრების სიმულაცია უნდა ვახსენო აუცილებლად, ვისთვისაც ეს პირველი სამსახური შეიძლება იყოს და ძიების პირველი პროცესი, აუცილებლად სჭირდება მას ძალიან გულწრფელი უკავშირი, რა შეიძლება რეალურ გასაუბრებაზე უკვე გააუმჯობესოს და უკეთ მოხდინოს საკუთარი ცოდნის კომპეტენციების დემონსტრირება. ამიტომ ამ გასაუბრების სიმულაციაზე რეკრუტერი გასაუბრების შემდგომ გიზიარებთ დეტალურ უკავშირს. რისი გაუმჯობესებაც შეიძლება. თუ ყველაფერი კარგად არის, რა თქმა უნდა, ამაზეც მიიღეთ უკავშირს. თუმცა ძირითადად ირჩევენ ხოლმე ამ სერვისს, ვისაც თქვათ სურს, რომ გაარკვიოს, რატომ ვერ გადის ხოლმე ბოლოში გასაუბრებებზე, რატომ ვერ ხურავს წარმატებით კონკრეტული პოზიციის ვაკანსიას და რა თქმა უნდა, შანსები მერე იზრდება, როდესაც ხართ უკეთესად მომზადებლები კონკრეტული გასაუბრებისთვის, უკეთ იცით როგორ დაამუშავოთ კონკრეტული კომპანიის პროფილი, თვითონ სადაც აპირებთ შესვლას და უფრო მომზადებლებსაც, რა თქმა უნდა, რეკრუტერებიც უფრო აფასებენ. მოკლედ ბევრ რჩევას გავცემ და ხო, რაც მთავარია კიდევ კურსის დასრულების შემდეგ აუცილებლად სტუდენტებმა უნდა განაახლონ შეძენილი კომპეტენციების მიხედვით LinkedIn პროფილი. ხშირად რეკრუტერები იქ ეძებენ ადამიანებს კონკრეტული სიტყვებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თქვენ არ დააკრინოთ LinkedIn-ის მნიშვნელობა, არამედ ნაწილობრივ იქაც იმუშაოთ, იქაც გამოხატოთ რა შეგიძლიათ ის, რომ თქვა თუნდაც გაქვთ мотивация კონკრეტული მიმართულებით რომ იმუშაოთ და შესაძლოა საერთოდაც ახლაც იყენებდეთ ისეთ ვებგვერდს, რომელსაც ამჩნევთ რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ხარვეზი აქვს და თქვენ გამოხატოთ ინიციატივა, რომ თქვენ გაქვთ ისეთი ცოდნა, რომლითაც შეგიძლიათ რომ იმ კომპანიის თქვათ იგივე როდესაც ვიღაც მომხმარებლები შედიან, სწრაფად აღარ გავიდნენ და მართლა მოკლედ გამოიყენონ ეფექტურად დაასეივონ, დააბუქმარკონ ეს საიტი, წაიკითხონ ბლოგები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რაღაც არის ამ პოზიციაზე დამოკიდებული და მთავარია თქვენც დაამუღამეთ რამდენად მნიშვნელოვანი როლი არის და ყოველდღიურობასთან რამხელა გავლენა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ნებისმიერ საიტს Facebook-ს ვიყენებთ, Google Meet-ს ვიყენებთ. აი Google Meet-შიც რომ შემოხვედით, თავიდან join-ს ხომ დააკლიკეთ. უნდა რაღაცაში თქვათ აი ახლა რომ მომხმარებელი აკაკუნებს ხოლმე და მე უნდა დავადასტურა რომ შემოვიდეს. ის თუ რა სიტყვებით ხდება ეს ყველაფერი. ამ ყველაფერს ძალიან ბევრი არის ნაფიქრი, ექსპერიმენტებია ჩატარებული, გამოკვლეულია რამ უფრო იმუშავა, შეინარჩუნეს რამაც იმუშავა, რამაც არ იმუშავა, გააუმჯობესეს და ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, როდესაც უკვე მე ერთობიან UX researcher-ები და მთლიანობაში ეს ადამიანები კოლაბში მუშაობენ, იმიტომ რომ მომხმარებლის გამოცდილება არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პოზიციის კომპეტენციის საქმე და ძალიან საინტერესო UX დიზაინერებსაც სულ მაგას ვეუბნები ხოლმე, რომ ძალიან დიდი როლი აქვთ ყოველდღიურობაში, ამდენ დროს რომ ვატარებთ ვებსაიტებზე და აპლიკაციებში, როგორ ვიგრძნობთ თავს. ხომ არ მოგწონს ხოლმე Facebook-ზე რაღაცები, რომ ხარვეზდება. კიდე ცალკე ამბავია, რომ ცალკე გვაქვს ტესტერის კურსი, რომელიც ზუსტად აი ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე უნდა იმუშაოთ, აღმოჩენაზე, რომ მერე დეველოპერებმა გაასწორონ და
რათა შორის ეს ტესტერები, რა თქმა უნდა, ამოწმებენ მათ შორის ტექსტების ხარვეზებსაც, ტექსტურ ხარვეზებსაც და ეს ყველა ციფრული პროფესია ჩვენთან ისწავლება და ყველა არის მოთხოვნადი. ზემოთ მოკლედ იყო ასეთი შეკითხვა. ჩემთვის როგორც UX UI დიზაინერისთვის, რამდენად იქნება ეს კურსი წარმატებული? მიკროფონს ვერ ჩავთავ უბრალოდ. წარმატებული. კი, ახლა ვნახოთ, ეს კურსი იქნება შენთვის დანამატი იმისა, როგორ შეიძლება იმუშაო ტექსტებზე დამოუკიდებლად. ეხლა ნახე. ჩვენ თუ კი შემოგიწევს ისეთ კომპანიაში მუშაობა, სადაც დიზაინ სისტემა არის გამართული, დიზაინ სისტემის გამართვა გულისხმობს იმას, რომ ბევრ კითხვაზე გექნება პასუხი რა, როგორ დაწერო, რა ტონით, რა ფორმით და ასე შემდეგ. ანუ ბევრი რაღაცის გაკეთებას უკვე დამოუკიდებლად შეძლებ. თუ კი შენ მოგცემენ დიზაინ სისტემას და თან შენ გექნება UX წერის გამოცდილება, აბსოლუტურად დამოუკიდებლად შეძლებ ყველაფერი გააკეთო რა UX წერის გარეშე. აი ეს სხვაობა იქნება, ვთქვათ, სხვა დიზაინერებისგან ერთი ნაბიჯი წინ იქნება, იმიტომ რომ შენ ტექსტებზე მუშაობასაც შეძლებ. კი, ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება, მინდა გითხრათ. კი ბატონო. და ხშირად ყოფილა, რომ ჩვენთან UX დიზაინის კურს დამთავრებულს მერე უსწავლია UX კოპირაიტერი. ახლა იყო დემე, ხო? მგონი დემე სწავლობდა, რომელიც UX დიზაინერი არის და რასჯობს მაგას, როდესაც კარგად გაქვთ უკვე შინაარსიც ნაფიქრი, არა მხოლოდ ვიზუალურ ნაწილზე ინტერფეისი როგორ გამოიყურება, არამედ მომხმარებელს რა სიტყვებით დაელაპარაკებით. შეიძლება ეს მაინც UX კოპირაიტერმა მოამზადოს და საბოლოოდ მაგრამ თქვენს რომ გაქვთ კომპეტენცია, ხო? გასაუბრებაზეც უკეთ შეგიძლიათ თქვათ თქვენზე. გუნდში წვრილი ბრეინსტორმინგისას თუ რა ვიცი, კვლევის დროს უფრო მეტი შეგიძლიათ რა თქმა უნდა შეიტანოთ. მთლიანობაში მარტო სიტყვებამდე არ დადის მართლა და ძალიან ბევრ რამეს სწავლობთ კურსზე, როგორ გაარჩიოთ ამოცანა მაგალითად. ხომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ აცდეთ ამოცანას. კიდევ კითხვა ხომ არ არის? ტექსტების წერისას ფერებზეც ფიქრობთ? სხვა შორის არა. იმიტომ რომ ეს არ გვეხება, ეს UX არ არის უფრო UI-ის ნაწილი, ანუ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი, რა ფერები ექნება, ამას თავისი ამასაც გაიდვაინი აქვს, ამაში ჩვენ არ ვერავით რა, ამას დიზაინერები აკეთებენ, ეს მართლა პირწმინდა დიზაინია და მოხარების გამოსაღება არ არის. ამიტომ არა, ფერებზე არ ვფიქრობ, არც ფონტზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა თუ ვხედავ რომ არ იკითხება ღია ფონზე ღია ტექსტი წერია, ბუნებრივია რომ ახლა რეკომენდაციას გავცემ რომ რაღაცა ამოიცვალოს. მაგრამ ისე ზოგადად იდეაში ხო ან დიზაინერი ფიქრობს მაგ ყველაფერზე, მეგობრებო, ზუსტად მომხმარებლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ხლა წითელი ღილაკის უფრო შემეშინდება, თუ უფრო მომინდება რომ დავაჭირო, ამაზე რა თქმა უნდა ნაფიქრი არის. კაი, შეკრება გამოგონე. თან ნაყოფიერი. კი. ესე იგი, გაქვთ კიდე კითხვები? ლიზას აქვს რომ ბაზარზე რო ვისაუბროთ ეს სურჩადება. ხო, თავისთავად ბუნებრივი არის რომ ეხა ძალიან იცვლება ბაზარი და გვჭირდება ჰიბრიდული კადრები, რომელსაც რამდენიმე პროფესიის თავსება შეუძლიათ. ეხა ბაზარზე მოთხოვნა UX-ებზე კიდე და უფრო და უფრო მეტია, იმიტომ რომ აი რამდენი 2 წლის წინ ძალიან ცოტა ვაკანსია იდებოდა, დღეს ბევრად უფრო მეტია. ანაზღაურებაც უფრო დიდია ვიდრე კოპირაიტერისა. საშუალოდ 20-30%-ით უფრო მეტია, ვიდრე გადაუხდიდნენ მაგალითად კრედიტულ კოპირაიტერს. თუმცა, ეს ბუნებრივია ვარირებს დამსაქმებელზე დამოკიდებული ბუნებრივია, მაგრამ ხო, ეხა კაი დრო არის, იმდენად რამდენადაც ხელოვნური ინტელექტი ძლიერდება და ხელოვნური ინტელექტი ტექსტებს კარგად, უფრო და უფრო კარგად დაწერს, ქართულად ვერ დაწერს, იმიტომ რომ ქართული არ იცის, ვასწავლით, მაგრამ ჯერ კიდევ რამდენიმე წელი არის, რამდენიმე კი არა და 10 წელი მაინც, რომ ChatGPT-მ ნებისმიერმა ხელოვნურმა ინტელექტმა ისე დაწეროს ტექსტი ქართულად, რომ ორგანული იყოს და ბენ მიხვდა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა დაწერა და ჩვენ გვიმართლებს იმაში, რომ ჩვენ გვაქვს ენა, რომელიც თითქოს დამოუკიდებელია ამ ყველაფრისგან, ამ პროცესებისგან და ჩვენ ყოველთვის დაგვჭირდება ადამიანები, რომლებიც ქართულად კარგად წერენ. და ინგლისურად ბუნებრივია რომ შეიძლება კონკურენცია გაკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა, თუმცა ბოლომდე ვერ რა თქმა უნდა ვერ ჩაგანაცვლებს და აი ქართულად საერთოდ ვერა, ასე რომ ჩვენ მაგაში გავგვიმართ. ხო, და ზოგადად რა თქმა უნდა ამ პროფესიას მშობლიურ ენაზე როდესაც შეისწავლეთ და თქვენ სხვა ენებიც კარგად იცით, რა თქმა უნდა უკვე შეგიძლიათ ფრილანსერი იყოთ და უცხოურ დაკვეთებზეც
იმუშაოთ. ანუ შეიძლება კონკრეტულად სრულ განაკვეთი არ დასაქმნათ, მაგრამ აიღოთ პროექტულად საქმეები და ეს გქონდეთ დამატებით შემოსავლად. ვინც თქვათ არიან ხოლმე ფილოლოგები, მასწავლებლები, ვისაც დამატებით საქმისთვის სურთ ამ პროფესიის შეძენა, რომ კარგად წერენ და სწავლონ უკვე ეს ტექნიკური ნაწილი. უღრმესი მადლობა თქვენ რომ დაესწარით. ყველას დიდი მადლობა და ძალიან სასიამოვნო იყო.